პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა. პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს ისევ კორუფციას ედავებიან. ამჯერად დანაშაული ჯგუფურია და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. საუბარია თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვაზე, რომლის დროსაც სამედიცინო აპარატურის ფასი ხელოვნურად გაიზარდა. სახელმწიფომ კი მილიონობით თანხა იზარალა. მიიღო რა სული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვის გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ვლადიმერ ხუდუშაურმა სამინისტროს მიერ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესაძენი საქონლის და მომსახურების ღირებულება. შედეგად სამი საიდუმლო შესყიდვის დროს ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.499.705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18.484.960 როგორც პროკურატურაში ამბობენ, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა მსჯავრდებულმა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა ვასილ მხეიძემ. გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. დადგინდა, რომ 2022 წელს, როცა თავდაცვის უწყებამ საიდუმლო შესყიდვის სახით ძვირად ღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენა გადაწყვიტა, სარგებლის მიღების გამო ბურჭულაძემ, მისმა ნათესავმა მხეიძემ და ღარიბაშვილმა, როგორც ამ სქემის მფარველმა, სახელმწიფოს 6.095.245 ლარის ზიანი მიაყენეს, საიდანაც 750.000 ლარი ქრთამის სახით ბურჭულაძემ ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ხელზე გადასცა. როგორც პროკურატურა აცხადებს, ღარიბაშვილმა მატერიალური სარგებელი თავად მოითხოვა. შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა თლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10%, 1.900.000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400.000 ლარი, ხო დარჩენილი თანხა სულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქთამის სახით მიღებული 1.500.000 ლარიდან 750.000 ლარი თავად დაიტოვა, ხო თანხის მეორე ნახევარი 750.000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი უკვე იხდის 5 წლიან სასჯელს იმის გამო, რომ ბრალდების თანახმად თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფარულად და შენიღულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს. დღეს წარდგენილი ბრალი კი პირველია, როცა ყოფილ პრემიერს უშუალოდ ბიუჯეტიდან თანხის მოპარვას და სახელმწიფოსთვის მიყენებულ დიდი ოდენობით ზარალს ედავებიან. ოცნებაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ჰქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისი ბოლოდროინდელი წერილებით ციხიდან პრევენციული ხასიათის, თემა კი პოლიტიზებული იყო. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ დავაკავშიროთ ბატონი ღარიბაშვილის წერილი სწორედ ამ ბრალდებას და იგი ცდილობდა, ამ შემთხვევაში ძალიან ლოგიკურია, რომ დავასკვნოთ, რომ იგი ცდილობდა თემის ხელოვნურად პოლიტიზებას, იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა მის მიმართ კონკრეტული ბრალის შესახებ, რომელიც მას მე რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, სანამ გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს ეს ჩადენილი აქვს ეს დანაშაული თუ არა აქვს ჩადენილი, თუმცა რა თქმა უნდა ლოგიკა კარნახობს იმას, რომ ამ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა და ძალიან ცუდია ზოგადად, რომ ამ მეთოდებით დაიწყო ბრძოლასაც ვერ დავარქვენ, ხო? რაღაცა ტიპის პოლიტიზება, რომელიც მას ნამდვილად არ ეკადრება. ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, ვისაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი
განცხადებები, სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხებზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება, პოლიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს, აღნიშნულ ხერხს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ოცნებაში კლანური დაპირისპირებაა, რომლის შედეგადაც კორუფციული ფაქტები წამოტივტივდა. ქართული ოცნება არის კორუფციის დიდოსტატთა კრებული, ქართული ოცნება არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მშვიდობის სახელით ქვეყანას უბედურება მოუტანა. უბედურება ის კორუფცია, რა კორუფციაში ჩაახშვეს ქვეყანა. ჩვენ ხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და დაპირისპირების შედეგად წამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები. ზედაპირზე რა კორუფციულ ფაქტებსაც ხედავთ, სუსის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიქონდა. დღეს ხედავთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად გვეუბნება პროკურატურა ჯარს ძარცვავდა და ჯარი გაძარცვა. ქართული არმია გაძარცვა ჯუაშე ბურჯულაძე, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთად და თურმე ის არ იცოდა ქართული ოცნების დეპუტაცია პარლამენტში და ივანიშვილმა აბასთუმანში. აი ამის ვისაც ჯერა, რა თქმა უნდა ის არის ქართული ოცნების ნაწილი. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის კორუფციული კრიმინალური სინდიკატი, რომელიც ძარცვავს ჩვენ სახელმწიფოს ქართული ძრეჭას და მათ შორის ოკუპანტს ერს ბოდიშს. აი აქამდე დაეცა ჩვენი ქართული სახელმწიფო და ეს გააკეთა ივანიშვილმა და ის არის პასუხისმგებელი ავტომატურად. სავარაუდოდ ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი ის კორუფციული ბრალდებაა, რომელზეც ის ციხიდან გამოგზავნილ წერილებში წერდა. ყოფილმა პრემიერმა უკვე 3 წერილი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ივანიშვილის დავალებით მდინარაძისგან მიიღო გზავნილი, რომელშიც მას ახალი, მისთვის უცნობი კორუფციული ბრალის აღიარებას სთხოვდნენ იმის საგარანტიოდ, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. ღარიბაშვილმა ეს ყველაფერი მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას დაუკავშირა და თქვა, რომ პასუხისმგებლობა ივანიშვილს და სახელმწიფოს ეკისრება. ახალ საქმეზე ღარიბაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამისაღება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის სხვა ფიგურანტები კი უკვე მსჯავრდებულები არიან, მათ შორის 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ჯუანშერ ბურჯულაძეს.